ტრამპი პუტინს დაემუქრა. ან ეს უაზრო ომი დაასრულე, ან მართლა სანქციებს დაგიწესებო. ასეთი პოსტიც გამოაქვეყნა. მე არ მინდა რუსეთი დავაზიანო. მიყვარს რუსი ხალხი და პრეზიდენტ პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. და მიუხედავად რადიკალი მემარცხენეების რუსეთი ტყუილისა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომის მოგებაში, რომელშიც 60 მილიონი ადამიანი დაკარგა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე რუსეთს მისი ეკონომიკაც იშლება და პრეზიდენტ პუტინს დიდ სიკეთეს გავუკეთებ. შეთანხმდით ახლავე და დაასრულეთ ეს უაზრო ომი. ეს ყველაფერი მხოლოდ უარესისკენ წავა. თუ არ დავდეთ შეთანხმება თან მალე, მე სხვა გამოსავალი არ დამრჩება, გარდა მაღალი გადასახადებისა, ტარიფებისა და სანქციების დადებისა ყველაფერზე, რაც რუსეთიდან იყიდება შეერთებულ შტატებში და სხვადასხვა ქვეყნებში. მოდით დავასრულოთ ეს ომი, რომელიც არც დაიწყებოდა მე რომ პრეზიდენტი მყოფილიყავ. შეგვიძლია იოლი გზა ავირჩიოთ, ან რთული და იოლი გზა ყოველთვის ჯობია. შეთანხმების დროა, მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს. ეს არის მთლიანად დონალდ ტრამპის პოსტი. ამაზე რუსეთის პასუხი ასეთი იყო. არაფერს ახალს არ ვხედავთ. მოსწონს ეს მეთოდები. პირველი პრეზიდენტობისასაც მოსწონდა. რუსეთი მზადაა თანაბარ უფლებიან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგისთვის. ასეთი დიალოგები ჰქონდა მისი პირველი პრეზიდენტობისას და ველოდებით შესაბამის სიგნალებს მათგან. მოდით ეს პატარა კომუნიკაცია გავარჩიოთ. ვერც ერთი მსოფლიო ფინანსური ორგანიზაცია ვერ ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკა იშლება, მაგრამ ტრამპი ამბობს. პოლიტიკური ნარატივის შექმნისას ასეთი რამე მოსულა. დავასანქცირებ იმას, რაზეც აქამდე რუსეთს სანქციები არ ედო. და რატო არ ედო? ინდობდა ამერიკა რუსეთს? არა. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ რაც ამერიკას სჭირდებოდა, ყიდულობდა და რაც არ სჭირდებოდა, არ ყიდულობდა. ბაიდენი თავის თავს ხო არ დაისანქცირებდა. მსოფლიო ომის მოგებაში რუსეთი დაგვეხმარაო. შენ და პუტინი რაზეც გინდათ შეთანხმდით, მაგრამ ომი პაპაჩვენებმა მოიგეს თავისნაირ ხალხთან ერთად. წითელ არმიას ებრძოდა გერმანიის სამხედრო ძალის 70%. ბრიტანეთს და ამერიკას სულ რაღაც 30% შეხვდათ და დროშა რეიხსტაგზე მაინც მელიტონ კანთარიამ აიტანა.